Სამჯერად ვეფხისტყაოსანი პროზაული ფორმით და ახალი ილუსტრაციებით გერმანიაში გამოიცემა. გერმანული გამომცემლობა გალიან ბერლინი პროექტს მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტზე გამომცემლობის ხელმძღვანელი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ილუსტრატორი იმუშავებენ, რომლებიც საქართველოს გუშინ 16 მაისს ეწვივნენ. იდეა 3 წლის წინ დაიბადა, როდესაც გერმანული გამომცემლობა გალიანის წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ ჩვენი მოწვევით და 3 წლის განმავლობაში მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სერია, რომელსაც ისინი გამოსცემენ, გაამდიდრონ ქართული ეპოსით. დიდი ხანია რუსთაველი თვარ დაინტერესებული. უკვე არსებობს გერმანულად ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ჩემი მიზანია ჩავწვდე იმას, რაც იმალება შოთა რუსთაველის ტექსტის უკან. ეს ყველაფერი მე თანამედროვე აუდიტორიისთვის მისაღებიანით უნდა გადმოვცე და გმირებით თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიას მოვარგო. საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ შოთა რუსთაველთან დაკავშირებული ყველა ხელნაწერი და მინიატურა ვნახო და მაქსიმალური შთაბეჭდილება მივიღო ყველაფრისგან. შეიძლება ინსპირაციის წყარო ოქროს სამკაული ან ხალიჩის ნაწილი იყოს და შემდეგ ეს ჩემს სტილში უნდა დავხატო. თავარია ილუსტრაციები იყოს თანამედროვე და ამავდროულად არ დაიკარგოს ქართული სული.